this old school, and I think it's a very... არსებობს ძველი სკოლა და სხვათა შორის ფიქრობ ეს ძალიან ქრისტიანული ცნებაა. გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ გიყვართ მეზობელი, შემდეგ გიყვართ თქვენ გარშემო საზოგადოება, შემდეგ გიყვართ თქვენსავე ქვეყანაში მცხოვრები თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირებად დანარჩენ მსოფლიოზე. ულტრამემარცხენეების დიდმა ნაწილმა ეს მთლიანად შეცვალა. როგორც ჩანს, მათ სულ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები და უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ საზღვრებს გარეთმობ ადამიანებზე. საზოგადოება ასე არ იმართება. ფიქრობ, დიდი განსხვავება, რაც დონალდ ტრამპმა ამ ქვეყნის მმართველობაში შემოიტანა, არის მარტივი კონცეფცია. ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვა გწულს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ლიდერობა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიო იყო ამ საკითხში, რაც პირველ ადგილზე ამერიკის მოქალაქეების ინტერესების დაყენებას გულისხმობს. ისევე როგორც უნდა ზრუნავდეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიტანელებსა და ფრანგი ფრანგებზე. ჩვენ ყავს ამერიკელი პრეზიდენტი და ეს ძალიან მისასალმებელი ცვლილებაა. სი ძინპინი ჩინელებზე ზრუნავს, პუტინი კი რუსებზე. ეს არის მათი მოვალეობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ ახლა გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე.